გაიღვიძეთ, არა ესმენა. კარალოკი უჭირავს ხელში. ნახევრად ჭაკმეჩილი. საჭმელი არა გააქვთ. ესე იგი, შემდეგ მოსვლაზე რო გადასცეთ ვანოს, 2 მანქანით მოვალ, ერთს აქ ჩავაყენებ და მეორეს აქ და დაველოდები და საჭმელი წამოიღეთ და ბამპერში თუ შეიძლება. თორემ დიდხანს ვერ გახვალთ ასე. აქ არ ყოფილა აკრძალული გაჩერება. ძვირფასო ტელემაყურებელო, მოგესალმებით გილოცავთ გიორგობას მრავალს დაესწარით და ჩვენ დღევანდელ გადაცემას ვიწყებთ გიორგობის აღნიშნული ვარდების რევოლუციის 23 წლის თავის მომიკვდეს თავის, როგორ არ მოგილოცეთ 23 წლის თავის თუ არა, რა 23? დამუსდა ხო ხედავთ. 8 წლის თავის აღნიშნის ცერემონიიდან გამგზავრებთ ქალაქში დავათვალიერებთ რა ხდება. აი სარკეზე აწერია OX005 და კიდე 6 ბანდი ნომრებით სიარული ვინ გასწავლათ. კარგი, ნუ მოკლედ გასაგები. შემდეგ ჯერზე ეგრე იქნება რა, კარგად. ჩვენ მოვედი განახლებულ პლეხანოვის აღმაშენებლის გამზირზე და მოვედით იმ დროს, როდესაც თანამშრომლები უკვე ხსნიან გზას. ეხლა არის სადღაც კი არა და ზუსტად 10 საათი და 15 წუთი და ჩვენ ვიწყებთ განახლებულ პლეხანოვზე სიარულ სეირნობას. კრაზი გამარჯობა, დღეს იქნება ესა? დიახ ბატონო. ფერაიც. იმიტომ რომ მე ამ სახლის თავარი არქიტექტორი ვარ და მართლა? რა ხდება? ესე მაყობი ხალხს ძახია რომ ავთენტური არ არისო და. რა სიტყვა არის ავთენტური? ესე იგი, როგორც ადრე იყო, ისეთი აღარ არისო. აი ძალიან წყვილად გონიათ. ხო, კარგია, ხო ესე იგი. არა, როგორც წინათ იყო ესეთი არ არის, იმიტომ რომ ეს იყო 1868 წელს აშენებული. არა. აბა მე არქიტექტორი ვარო. 1868 წელს ძვირფასო. ეს იყო მუნიციპალური ნაგებობა, იყო მეტეო სადგური. სტალინი მუშაობდა ამ შემთხვევაში. მე არ მაქვს. არა, მე ისტორიიდან ვიცი. იცი რა, თუ გინდა რომ დამაბნიო 5 დღე აგდგევარ და. მართლა? ხო. არა, მომწონს, კარგია. იქით ან დღეს მოასწრეთ? რა ვიცი რა. კაკი ლოჟიცა. კაკი ლოჟიცა. კარგი, დიდი მადლობა. მისტარაინცა. კი ბატონო, ერთმა ხელი მოგიმართო. გამასეირნებ. გამასეირნე რა. არაო. გამარჯობათ, მოგწონთ? გევასებათ? ხო კარგია. არა, ამაზე არ მინდა დაიგონა. მე ვარ დაცვის თანამშრომლების ჭიშკარში შემყვანი. დაცვის თანამშრომლების ჭიშკარში შემყვანი. გამელაპა რა გინდა მოგწონთ განახლებული. ზარზარს მოვიფიქრო რა. კი ბატონო. ბავშვო. კარგი, ეხლა თქვენ ახლა მე მომწონს მაგრამ. მაგალითად ეს მოწყობილობა რაც გაკეთდა, ჩვენ ვერ ვიყვის საკავშირო ცუც, კაი პრეზიდენტი ყავს. მოყობილობა ეს არ გაკეთდებოდა. უკეთესი რა დაზეპირებული ლაპარაკი. ნუ ასე უკეთესი რა გინდა გალამაზდეს პლეხანები. მე მომეცი შეიძლება გაიხსნას კინოთეატრი ოპოლო რო იყო. აპოლო. აღარ არის. აღარნერიმე კინოთეატრი იყო, გალამაზდა. აი ოპოლო დაიქით ოქტომბერი იყო ოპოლოს. კაი გენაცა. ამირალი კონკავშირი. ძალიან კარგი. შუქიც მოგწეს, გაზით, წყალით, მაგისტრალით, მასზე ველუც. არჩევნების ნებაც მოგწეს, მაგრამ კარგავ საქართველოს. რომ იცოდეთ, მეგობრებო, ეს არ გახლავს სასაცილო. დაფიჭება გმართოს ყველას, საფრთხე თავიდან რომ გავიცილოთ. კაცს რომ საქციელს უწუნეთ, ისიც უნდა უთხრა, რომელია, კარგი და გადამრჩენელი. ახლა მაგას შეძგირჩევ, ჩემო. მადლობთ, შალვა. საყვარელო შალვა. გაუმარჯოს, აქაური ხარ? კი. მოგწონს აქაურობა? არის რა. რა არის რა, ნახე რა. ჯობია, რაც იყო იმას კი ჯობია. 100 ჯერ. კი. მადლობა ვის? მადლობა. მადლობა. ჭკუას, მე სიხარულიძე, ჩემით არის ეს ქვეყანა რო ესეა თუ არა. მართლა? არის ძირობას. რატო? რატო და იმიტომ რომ ვაზროვნებ და ვიცი, ჩემი სიკეთით არის ეს ქვეყანა თუ არა. სააკაშვილმა რო 7 წელი გიწითეთ. არ გეშინია ახლა ამას რომ ამბო? აბსოლუტურად შენ რა გვარი ხარ? რამიშვილი. შენი კარიყავი? ვიყავი. ეხლა გარეთ ახლა. კი, მე რა ისევ შევალ რა პრობლემაა. აჰა. ისევ შევალ. მაგრამ შენ არ გეშინია? მე არავის არ მეშენია. ჯიგარი ხარ, კაი. კაი, გაიხარე. აქ იდგება მიშა ალბათ. აქეთ კიდე არიან საინტერესო სამსახურის თანამშრომლები. გესამია? მეუნება? გესამია ხო იცით კაც, კაი კაცი. მეუნება რომ კვილები გაიკეთეო. აი ხა დებს აზე მოპირობთ. სანამ სააკაშვილი არ წავა, არ გავიკეთე კვილებს და ვივლი ასე. აიგე? მაშინ ყველა დაიძვრე. ყველა დაიძვრე,
ეგეთი ბუღა თურქიც არ არის რა. მოიქცეს პიანურად და გავიკეთებ. წავიდეს. 2013-ში ხო? ხო, კი. ზეგ გამოიარე. ხო, აი ეს თან საინტერესო ფასადია. ხედავთ თქვენ ფასადის მიღმა რა ხდება? განახლებული პლეხანოვი. აქვე არის მეორე ადგილი, ზვიფასო ტელემაყურებლებო. ასევე რაღაც იქვე, სადაც არის აი ეს მდგომარეობა. აქ მთელი პარადია პოლიციელები, შეგიძლიათ ნახოთ. გამარჯობათ პოლიციელებო. გილოცავთ გიორგობას. აქ რა ხდება? პარადი იქნება? ბატონო? პარადი იქნება, საპარადო ფორმებში არის. არა, პარადი არ იქნება ჩემო კაცო. საპატიო ყარაული? არ ვიცი, აი იქნება. პრესცენს მიმართო, კი ხო? ბატონო, იქნები და შეხედე. გილოცავთ გიორგობას. აი? ხედა, სადგურებში გავიარე. გამოდიხარ მშვენიერი ადგილი, შედიხარ ნაგავია. გამარჯობათ. ჯაზი მევასება ძალიან. აი ესე. ჯაზი არის მაგარი. დაუგროვ. ჰა? ჯაზს დაუგროვ. დაუკრავ ჯაზს? დავაკროვე. რა, რომელი მას? გლენ მილერს დაუკრავთ? დიქსილენს დაუკრავთ ალბათ უფრო, ხო? ყველაფერი. დიქსილენტი კარგია რა. კაია მარა საგა. ისე ეს შინაგან საქმის სამინისტროს ორკესტრია, ხო? მან კარგი. თბილისი კონტრასტების ქალაქი. ფასადი. არ ვიცი ხა არქიტექტურულად როგორ არის ფასადის უკან ნაწილი. რაც არის ეგ არის, აი ესეთი ამბებია. არა, კარგია წინაც ხდება, მაგრამ უკიდანაც გვინდა. ეს პატარა იაღლში კი ამოსული. ნახეთ როგორ არის. განახლების კვალი აშკარად აი აქ თავდება. გამარჯობათ. თქვენც ასევე. აი ჯგუფოს ტელეყოლო კიდევ ერთ სადარბაზო. ნახეთ რა ლამაზი მოხატულია. მეგონი აქედან რომ დაიწყოთ ჯობდა. ჩემი შეიძლება არაკომპეტენტური აზრია. მოდი აბა ავიდეთ მაღლა. ნახოთ. აქ მაცხოვრებლები არიან თუ იცი? კი, რა ლამაზია. ესეთი ლამაზი სადარბაზო თუ გქონდა არც კი ვიცოდი. რა ძალიან ლამაზ სადარბაზოა. სადარბაზო საუკეთესოა, მაგრამ რა ხდება იცით? ესე იგი, ადრე ყოფილა სამონტყოფო. ხო, აქა? სამონტყოფო ყოფილა, დიახ. და კომუნისტებმა ესე იგი, მერე სამონტყოფო შემდეგ რა არის? რა ქვია შენ? თქვენ შვილიშვილია? ნახიშვილი. უდრაჭა. ხო. ახლა რა ხდება ქვევითკენ იცით? ქვევითკენ სამონტყოფო მეორე სართულზე იყო სამონტყოფო და პირველ სართულზე იყო მომსახურე პერსონალი. კი. და მესამეზე საცხოვრებელი. მესამე საცხოვრებელი იყო ძმების. ეხლა და აქ სამონტყოფო ქონდათ და ამის მე რესტავრაცია არ გაკეთებულა? რესტავრაცია, იცით რა? ბევრმა მოიწადინა რესტავრაციის გავაკეთებთ, შეიძლება რა ვიცი, მოტყუებით გითხრათ თუ რაღაცა. და აი ეხლა რატო არ გააკეთეს? აი ეხლა თელი მეხანავი რო გააკეთეს. ეხლა გააკეთეს, მაგრამ ეს არის ქანდაკებასავით რო შემოხვალთ პადიესი. კი, ძალიან მაგარია. სადარბაზოში შემოხვალთ არაჩვეულებრივი ისა. უნდა გაეკეთებინათ რესტავრაცია. სახურავი დაგვიხურეს, მაგრამ სახურავი ხო ხედავთ? აქ კედლები ინგრევა, ზევისკენ და აი ეს შეიძლება გაეკეთებინათ შიგნითა ცოტა. აბა რა, ძალიან მაგარია. უნდა გაიგე. მე არც მეგონა რომ ეგეთ სადარბაზო. აი საფეხურები რომ ამოდიხართ კიბეებზე, მარმარილოა სულ გაჭედილი, მარმარილო. სახელურების რაღაც განსაკუთრებული ხეა მასალა. კი. და ესენი იმის მაგივრად რომ აღედგინათ, გაეკეთებინათ,
მარტო გარედან გააკეთეს გალამაზეს. არა და ძალიან ლამაზია. ეს აუცილებლად აღსადგენია ეს შენობა, აღსადგენია. დაერქვათ იმ ძმებს გვარი ხო არ იცი. გვარი არა, მაგრამ ის გერმანელების აშენებული ყოფილა ეს სახლი რა. მამაჩემო 23 წლის ბიჭმა დაარსა მუსკომედიის თეატრი. როგორ დაარსა? დიახ, წიგნი მაქვს მაგისი მუსკომედიის თეატრის ისტორია. რო იყო 23 წლის თურმე გორში სტალინის ამბავი როგორ სტალინი და პაპაჩემი მეზობლები იყვნენ თურმე. თქვენ ისტორიული კაცი ხართ. კი, ისტორია ძალიან ბევრი მაქვს გამოსაცემი. ესე იგი, პაპაჩემი და სტალინი რომ მეზობლები იყვნენ, სტალინი ეს პაპაჩემი ღუდელი იყო. ხო. სტალინს უნდა დაემთავრებინა სასულიერო, მაგრამ მე რომ დიდი კაცი რო გახდა, რამან რომ მიწერა, რამდენი ჩეკისტები მოვიდნენ და შენ რა უფლება ყო ღუდელს რომ მიწერო იქო და პაპაჩემი განადგურეს ეგ. დაუხრეტიათ. მე აქ მამაჩემი გამოიცა წამოვიდა 23 წლის ბიჭმა და დაიწყო ერკოფ თეატრი იყო ჯერ. მე იყო მუსკოფ თეატრი, ისტორია, წიგნის ისტორია და მე მუსკომედიის თეატრი. ვასო აბაშიძე ადრე გარდაიცვალა, მოხუცებული მსახიობი იყო და დაარქვეს ვასო აბაშიძის სახელზე. ისე მამაჩემის დაარსებული ერთ თეატრი და მამაჩემს არავინ არ ეხსენებს. თქვენი სახელი და გვარი, ანუ თქვენ მაისურაძე ვარ, ჩვენ და თქვენ მამას რა ერქვა? მამას ერქვა მიტო. მიტო მაისურაძე. მიტო მაისურაძე. თეატრის ისტორია არის, აი მუსიკალური კომედიის თეატრის ისტორია. ციგნითაც აი ესეთი ლამაზი მოხატულია, თუ არა? ციგნით იყო მოხატულები, იცით, ანგელოზები იყო, ლომები იყო მოხატული ყველაფერი და გაანადგურეს ყველაფერი. დიდი მადლობა. აი ამ ამაღლებულ ნოტაზე ჩვენ ვდგავართ პოლიციის ახალ გახსნილ შენობასთან. ჩვენ ხედავთ პოლიციელების კრივს, ასევე ერთნაირ კოსტუმში და ჰალსტუქში გამოწყობილ პოლიციელებს. ვინ არიან ისინი ჩვენ ჯერ არ ვიცით, აგერ კოდ გადაიღოთ აი ეს. ერთნაირად რო აცრიოთ. აღმაშენებლის ქუჩაზე სააკაშვილი დაულოჩე. ზეპირად არ იცი ლექსი. სრულყოფილებით მთელ მსოფლიოს რომ ავოჩერთ, მომავლის დიდი იმედი შემოფრენილა ჩვენს სულში. პრეზიდენტი ყავს ძარცველებს, პრეზიდენტობის ნიმუში იწვის და იცის რას ამბობს, სიტყვა და საქმე ერთია. პრეზიდენტი ყავს საქმე ქართველებს გამოგზავნილი ღმერთისგან, ეს ლიპუჩინი მედვედევ ამოისუვა საშლი, პროკლეტია რაცია უცალშე. სააკაშვილის ბოლო ამორჩეველი ჯუბასკელი მოყოლული. რას გიშობა ეს თავრობა, ხედავ? რას გიშობა ეს თავრობა? თავრობა რას გიშობა? დენი გამოციქული ვარ, წამოდი ბოლო კაბინეტ. დენი გამოციქული ვარ, სასმელი არა ვარ, სასმელი არა. მე კიდე მიშას აქემ კაცო. დაუმარჯო ჩვენ თავრობა, საპო პუტინი შევა, პროფიტი ადამიანი არა ხარ, პუტინი და აი მოდი. არ გაიცინო თქვენ აშენე. ვერ გაგექცეო ვერავინ კაცი. ახ. თან მაგარი. მართალია ღამი არ არის, მაგრამ ლამპოჩკები ჩართულია, აგერ ჯუბასკელი მაგრამ შეგეთ ნახოთ. ასე უფრო ლამაზია და იმით. პრობლემა რო გაქვთ პოლიციას? გაჩვენოთ პრობლემა? აქვე. გაჩვენოთ აქვე პრობლემა. გეხოცებით, გაჩვენოთ პრობლემა. შენ გადაცემაში გადაიღეთ და მე უყურებ ჩვენ და ხო და თქვენთან არის პრობლემა. თქვენთან. ნაგავი ყრია ეზოში. გადაიღეთ და მე უყურებ და ნაგავი ყრია ეზოში. ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ ნაგავით დაყარეს ეზოში. მართლა? მიხედეთ რა. თორე ვანოს ვეთქვი, ვანოს ვიცნობ ძალიან დიდი ხანია. უთხრა? თუ თქვენ მიხედავთ. ერთი წუთი რა. კი ბატონო, უკაცრავად. მე დიახარ და წადია. რატო? აი ეს ახალი მეთოდია? ეს ხო ძველი მეთოდია ძალიან. ეს პოლიციელი არ არის შეიძლება. ბატონო, უკაცრავად, მოდით თქვენი სახელი? წადის შევს. არა, შენ ჯერ. იქნებ მეტი მინდა რა. ჩემგან რა. მოდი. ჩემგან რა იქებ დაწყდა. მეტი არა საკმარისი. ეს ახალი მეთოდია რაღაცა? ჩემგან რა ეს. თქვენ სახელი რო ვიცოდე? რო ვიცოდე ვინ მომცა ეს? აი ბიჭო, ციხში ჩავდი, უფრო კარგად გამოგივა. გინაცვალე. მითხარი ვინ მომცა? სახელი მითხარი, შალო არ ამშვილი. შენი სახელი? რო შალვა ხარ ამშვილი. შენი სახელი? ციხში მაგრამ გაგისწორდება. რატომ მიდიხარ უკაცრავად? აი, გადი თავის მომენტია. აი, ბავშვი რაღაც კაი სახეა რაღაცა კითხე. დღეს კაი არის. დღეს კაი დღეა, გოგობა, რაღაცა დაელაპარაკე. თქვენი სახელი? ჩემგან რამე უკიდე რა. თქვენი სახელი მითხარით. აუცილებლად. აი.
აი, მეგადა. არი მიშე ხო? არი მიშე. შეიძლება უკაცრავად. შეიძლება. ბოდიშ, გილოცავ გიორგობას. გიორგობას გილოცავ. ეს რა არის? მაგარი რაღაც ხდება, ნახე. გილოცავ გიორგობას. შეიძლება რომ უმიახლოდე. ძალიან მაგარი, ხედავ როგორ. ყურე. ცოცხალი კედელი. პოლიციასა, რატო ხარ პოლიციასა? პოლიციასა, რატო ხარ? რატო ხარ პოლიციასა? პოლიციასა, რატო ხარ? როლა არ ვარ ესე თქვენიანია? აგეთ ქართული პოლიცია მოწმინების გასული არის ოპოზიცია კრემლისაგან მართული რიბოდების საფლავში სიცხრის ამოწრია და პუშკინმა შავი ჩაისვა პუშკინის ძერმა საწყალმა მაიაგოვსკის სიცხრისიოში გადახდა ამათიანია ხო? ამათიანია აჩქარი ხედავ რა ხდება? ბიჭებო, ყველაფერი იქნება კარგად. ეხლა თქვენ მე არ მიშვებთ სამუშაოდ, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ, ქართველი ხალხი. ხო? საგიჟეტია. თვითონ ტელემაღლობ ჩვენ ორ ნაწილად გავყავით ეს ზეიმი, რომელიც განახლებულ პლეხანოვზე გაიმართა. პირველ ნაწილი ამის სრულდება, შემდეგ ნაწილებს შემდეგ ნახავთ. მანამდე კი ნუ აქ არ შემიძლია არ გავაკეთო. გამარჯობათ. გამარჯობათ. გამარჯობა. აი ეს თქვენ ვაჟენგენა. ვანო მერაბიშვილმა გამოგიგზავნათ. აგერიქარი ვანო მერაბიშვილი და მისმა თანაშრომლებმა მომცა რომ თქვენ დაგინახათ და თქვა რომ რა კარგი ქალბატონიაო და ვანო მერაბიშვილის თანაშრომლებმა გამოგიგზავნათ. მადლობა რომ გადაუხადოთ. მადლობა, დიდი ვანო მადლობა. ვანო მერაბიშვილს. მერაბიშვილი. დიდი მადლობა. კარგად ზამდებოდეთ. კარგად. აი ესე მოგიგიხარ ესეთ კეთილი მინისტრი ყავს. კარგით.